მოგესალმებით. წინა ვიდეოში ვისაუბრე წარსულ მარტივ დროზე. მოქმედება, რომელიც მოხდა და დასრულდა წარსულში, ხოლო პასუხობს კითხვაზე, რა გავაკეთე, რა ვქენი. ხოლო დღეს კი ვისაუბრებ წარსულ განგრძობით დროზე, ანუ past continuous და პასუხობს კითხვაზე, რას ვაკეთებდი. ერთი გულისხმობს, რომ მოქმედება მოხდა, ხოლო მეორე დრო კი აღწერს, რომ ეს მოქმედება იყო პროცესი. ახლა როგორ იწარმოება? იწარმოება was, an, were plus ზმნა ing ფორმაში. მაგალითები განვიხილოთ. I was reading. You were reading. She was reading. He was reading. We were reading. You were reading. They were reading. შესაბამისად was გამოიყენება I, მე, he is ბიჭი, she is გოგო და it is უსულო ან ცხოველი. ამ შემთხვევაში კითხვაზე არც ერთი არ გამოგვადგებოდა. ხოლო you, შენ და მრავლობით რიცხვში გამოიყენება were. კითხვებში არანაირი დამხმარისნა არაფერი არ გვჭირდება, უბრალოდ was ან were გადმოდის წინადადების თავში. Was I reading? Were you reading? Was he reading? Was she reading? Were we reading? Were you reading? Were they reading? ხოლო უარყოფითში შემდეგნაირად იქნება I was not reading. You were not reading. He was not reading. She was not reading. We were not reading. You were not reading. They were not reading. წარსული განგრძობითი დრო გვჭირდება ხოლმე, როდესაც საუბრობთ რაიმე მოქმედებაზე, მკეთდებოდა გარკვეულ დროს. მაგალითად, გუშინ 6 საათზე ტელევიზორს უყურებდი. ანუ რას შვებოდი, ვუყურებდი. I was watching TV at 6 p.m. yesterday. გუშინ ამ დროს მეძინა. I was sleeping at this time yesterday. ძლია გამოვიყენოთ, როდესაც ორი მოქმედება ხდება ერთდროულად. მუსიკას ვუსმენდი, სანამ ავტომობილს მართავდი. სანამ არის while. While გამოიყენება, როდესაც ორი მოქმედება ხდება ერთსა და იმავე დროს. მუსიკის მოსმენა და მანქანის მართვა ხდება ერთდროულად. შესაბამისად მჭირდება while. I was listening to music. მუსიკას ვუსმენდი while სანამ I was driving. სანამ ავტომობილს მართავდი. I was reading while my brother was watching TV. მე ვკითხულობდი სანამ ჩემი ძმა უყურებდა ტელევიზორს. ორივე მოქმედება ხდებოდა ერთსა და იმავე დროს. ახლა შესაძლოა წარსული განგრძობითი მოქმედება და წარსული მარტივი დრო ერთდროულად იყოს. მე ვბანაობდი, როცა შუქი წავიდა. მე ვბანაობდი, ანუ პროცესი იყო. რას შვებოდი, ვბანაობდი. I was taking a shower when, როცა, light out. შუქი წავიდა. ახლა განვიხილოთ სხვადასხვა მაგალითები. რას აკეთებდი გუშინ ამ დროს? What were you doing at this time yesterday? ბახშამს ამზადებდა 8 საათზე გუშინ. She was cooking dinner at 8 o'clock last night. ამით გვეძინა. We were sleeping at night. ისინი სახლს ალაგებდნენ, სანამ მე ჭურჭელს ვრეცხავდი. They were cleaning the house while I was washing the dishes. ორივე მოქმედების პროცესი იყო.
სეირნობდი, როცა წვიმა დაიწყო. I was walking when the rain started. ისინი სცადილობდნენ, როცა კარზე ზარმა დარეკა. They were having lunch when the doorbell rang. ის მირბოდა, როცა წაიქცა. He was running when he fell down. გუშინის არ მუშაობდა. He was not working yesterday. ისინი არ მეცადინეობდნენ, ისინი თამაშობდნენ. They were not studying. They were playing. შემდეგ ვიდეოში აუცილებლად უფრო მეტ მაგალითს მოგიყვანთ, რომ კარგად დაიმახსოვრათ.